Kocebo gilocavt დიდი ამბავია ტრამპმა ირანს მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა დაუყადაღა. ანუ ბორიას კრიპტოვალუტა მიჩქმალური ვარ და მიჩურთული და გონია რომ თავი ქუჩი აქვს. ვერ ყოფილა ასე. ანუ საკოცეც კრიპტოვალუტაში რო აქვს შენახული თავისი მილიარდები აღარ ყოფილა დამალული და მიუწვდომელი. აგერ ტრამპმა დაადასტურა გეუნებით მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა ირანს აიათოლებს დაუყადაღა. და პლუს ამას ისეც უნდა ვიცოდეთ, როგორი შოულობენ ბორია და მისი ამფსონები ამ კრიპტოვალუტას გამოსამუშავებლად ბიტკოინების და მთელი ამბების. ქართველ ხალხს ახდევინებენ კილოვატში 30 თეთრამდე, ახლა ხანს არ მოუმატეს 33% დენის ტარიფს და თვითონ იხდიან 5-8 თეთრს. ანუ ჩვენ ქართველ ხალხს აფინანსებინებენ თავიანთ გამდიდრებას. და პლუს ამას ელექტროენერგიას ხარჯავენ ამ უბედურებაში და ჰესებს და 1000 იმას უშენებენ კიდევ. ყოველ სოფელში ამის ჰესი ჩადგეს და დგამენ. აგერ ივანაშვილის უჩამამაცაშვილის ცოლის ძმა 33 ჰესის შენებლობის ნებართვა აქვს გაცემული, აღებული. ბორიამ მისცა. 33 ჰესი უნდა ააშენოს. რატომ შენდება ამდენი ჰესები? ხო ხედავთ ახლა ყველა მე მგონი ნორმალური ამას ატყობს. ბიტკოინების ქარხნისათვის. მეტი არაფერი არ არის საქართველოში. ამაზე იხარჯება ძირითადად ელექტროენერგია. ერთი საშუალო ზომის ბიტკოინების ქარხანა კაი, რავით, სამტრედი ისხელა ქალაქის წლიურ მოხმარებას ხარჯავს რა. მოკლედ ცუდი ამბებია ქოცებო თქვენთას. ვეღარ გადამალავთ მილიარდებს კრიპტოვალუტაში და ძალიან კარგი. ისე ბორია ტრამპის მიერ არის დასანქცირებული, რომ ვიცოდეთ, შეგახსენებთ მაინც შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა ბორია ფინანსურად. ჯერ ბაიდენის დროს, შემდეგ ტრამპმა გაუგზელა ეს. ანუ ტრამპმაც დაასანქცირა ბორია. აი ამერიკასთან დავალაგებთო რომ ფიქრობ და ამ ხართ ეთამებში. აგერ ერთი თვის წინ დაასანქცირა ტრამპმა ბორია. აი ესეთ დასანქცირებული როგორ დაალაგებთ, საინტერესო არის.